ეხლა რამოდენიმე დღის წინ მოусმენე გირჩის აზრს იმიგრაციის შესახებ. რომელიც უნივერსიტეტში სწავლობენ, ბევრი მათგანი მუშაობს. ყველაზე პრიმიტიულ სამსახურს იღებენ ხოლმე მაგალითად კურიერები და ასე შემდეგ. ნაცისტური და რასისტული გამოვლინებები ყველა საზოგადოებაში არსებობს, ამას ვერ გაიქცევი. ვიღაცებისთვის ლოკალურად ეს მართლა პრობლემაა, ანუ ვიღაცამ სამსახური დაკარგა, ვიღაცისთვის მეზობლები შეიძლება სხვა საჭმელს ლაკეთებენ და სუნია სადარბაზოში ისეთ რომელიც არ მოსწონთ, ხარჩო რო გაეკეთებენ პრობლემა ექნებოდა და ხარჩოს ინდურ ვერსიას თუ აკეთებენ, შეიძლება პრობლემა ქონდეთ. და მე უკვე პოლიტიკოსები ალკიფო იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, რომელიც მიდრეკილები არიან ტყუილებით საუბარს, ამაზე პარაზიტირებენ და ეუბნებენ, შემოსევა პაკისტანელების წავლეკავენ, დედას გვიტირებენ, ქვეყანას იყიდიან, მიწას იყიდიან და გაგვყრიან. ადამიანს სუსტი ფსიქიკა აქვს და აზროვნებაში პრობლემა ის ამას დაუჯერებს და გაყვება, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ უბრალოდ ქვეყანაში არ გვაქვს შექმნილი სისტემა, როგორც ევროპელებს აქვს, სადაც პარაზიტები ჩამოვლენ ბევრნი. ანუ თუ ადამიანი ჩამოდის ევროპაში რომ მიდის, ბევრი უბრალოდ დაждდებიან ხოლმე იქაურ სუბსიდიებზე, სოციალურ დახმარებაზე და არებს არ აკეთებენ და მე კრიმინალიზდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენთან თუ ვინმე ჩამოდის, ანუ და ისწავლოს, ანუ და იმუშაოს. სხვა გზა არ აქვს. და ამიტომ ჩვენ კისერზე არ ჯდება ეს ზოგადად ის დოვლას ქნის. უკმაყოფილო ხალხი ბუნებრივად იარსებებს. ამ ხალხის უკმაყოფილებაზე პარაზიტირებას ვინმე არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსი აუცილებლად გადაწყვეტს. და ზოგადად ამორჩილი რომელიც მიდრეკილია შეშინდეს და აზროვნებაზე უარი თქვას, ის ყოველთვის აკეთებს სუდ არჩევანს. და ესეთი რამ მინდა ვთქვა. მე ალტიფოს ბევრ რამეში არ დავეთანხმები, ბევრ რამეში კი არა, 90% რასაც ამბობენ, ჩემთვის არის მიუღებელი. მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი რუსი და უკრაინელი ემიგრანტია ქვეყანაში. ბათუმი სავსეა რუსებით. უვიზო მიმოსვლა გვაქვს უამრავ არაბულ, მუსლიმურ, ინდურ ქვეყნებთან და ეხლა თუ არ არის ბევრი ემიგრანტი ჩამოსული საქართველოში, ეს უვიზო მიმოსვლა თუ არ შევაჩერეთ, სულ იქნება იმის რისკი, რომ ბევრი ემიგრანტი ჩამოვა საქართველოში.